მისლის პიკნიკს. სადეგუსტაციო ცენტრს. რესტორანს. რესტორანი წამიგდენს ნიკას რესტორანს. თავარი შესაძლებელი კერძებია ჩვენი გაკეთებული სპარის ქათამი და ნახოთ. ესე იგი, ახსნი ჯერ როგორ გავაკეთეთ ეს ქათამი. მეორე ეპიზოდი იწყება. დღეს ჩვენ შევაჭიბრებთ KFC-ის ქათამს და სპარის ქათამს. Просто არ ვიცით ვის ქათამს. ნაყიდ ქათამს. ანუ ჩვენი გაკეთებულ ქათამს ვერსიის გამოძახებულ ქათამს ობიექტიდან რომელიც სახელს არ დავასახელებთ, მაგრამ AFC-სთან ირითმე. არ დაგვასპონსორეს და სახალხო ვიტყვით. და ხსნა სიმშობს თურმე. საქართველოს. ახლა კი დავიწყოთ. ესე იგი ვიღებთ. ძალიან გრძელი ნიჭები ეგენ შუაზე უნდა გადავჭოთ. არა, იყოს გრძელი. არ გამომა, არ შეიძლება კარგად მაგას გრძელი. შუაზე უნდა გაიჭროს. რა შეიძლება? დამიტანი გრძელია. რა შეიძლება? კაი, ხნავს, კაი. რატო არ შეიძლება? Let's do it your way, sure. გრძელი რატო არ შეიძლება? კარგი, იყოს. პირველი პორცია უკვე მზადდება. იქნება ეს ქათამი უნდა იმას გვექნა. შემეზე ცოტა ზეთი უნდა დავუმატოთ უკვე. უნდა იქნება ქათამი უნდა იმას გვექნა. რა გვექნა? დაგვებეკვა. ჩემთვის იდეალურად არის უკვე ეს ქათამი მზადდა. ამას სიზარმას ისლოას არ ამბობ. არ გაინერწ, არ გაიგან, პირიქით. არ მინდა გეთიხე. ანუ შემდეგ ქათამზე წავა ეგ პირდაპირ. არა, წავა შეხება. წავა. კაცოთა ისე გავაკეთე. არა, მაგრამ გვაქვს კვერცხები 3 ცალი და ბოლომდე დავხარჯავ. 2 ცალი. ესე იგი, ესე გამიხურება. აი თითო ნაჭერი არის ასეთი. რეალურად საკმაოდ მსგავსი KFC-ისი ვიზუალით. მითო ნახოთ KFC როგორია დამოვწე. ანუ სოიოში ნაჭრები ქათმის დაჩავდეთ, მერე ფქვილში, მერე კვერცხში და მერე პურის ფხვნილებში. ნუ შეიძლება ითქვას სუხარში ჟარგონი. კაი, მოდი. ესა. შეხედე. ეს არის ჩვენი ქათამი. ხო, ეს არის KFC. სტაფლოსფერია KFC, მაგრამ გემოში რა განსხვავება? ახლა გავიგებთ. კაი, შენი გასინჯა. მე ამას გავსინჯა. კარგია. და ახსნათ როგორია. ახსნათ 1 2 3. რბილია. ნო. აი შეიძლება გაძლდა უკვე იმგან ახალი არა. არა, რბილია. რბილია შეცა. საკმაოდ კარგადაა ჩემი აზრით. მივწყდი რომ ძალიან კარგი ქათამი გამოგვივიდა. ამას ეთყობა შუნელები აქვს და მე რა მოვიწო შუნელები გავუკეთებინა მაგისთვის. მალე პიპული და ის ხო, მაგრამ წერეთი გვაქვს. ой, სხვა შუნელები დამოწვა. What works? ახსნი. KFC-ის ქათამია რა. არის ქათამი. ჩემი აზრით უწევს კონკურენციას. რეალურად არის ერთადერთი ფაქტორი მზარეულის მონდომებაზე, რომ რამდენ სუნელს გაუკეთებს, რამდენ დროს მისცემს დამარინადებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ საშუალო მონდომებით ვიტყოდი რომ თითქმის იგივე ხარისხია რაც KFC, მაგრამ no job-ია KFC. ახლა მოდი KFC-ს გავსინჯავ რომ დავწუნდე ჩემ ნათქვამში და შეგატყობინოთ ასე თუ შევცვლი. აი მე ამას გავსინჯა. არ შევიცვალე აზრი. რატო? KFC დაახლოებით 40% უკეთესია. რა? სუნელების გამო. მეტი სიხრა შუნი აქვს და მეტი სუნელი. რეალურად ჩვენ შეგვეძლო ეს ეფექტი მიგვეღო. მაგრამ deep fried არ ვქენით, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების ხალხი ვართ. მე მომწონს. მე სუფრა მომწონს. კემონების ამბავი. იცი რა შევსაკ მე? KFC-ის ქათამი მიჩვეული ხარ რა ძალიან, იმიტომ რომ
ანუ გემო ძალიან ფამილიარი არის. და ამის გამო სიტყვას უცხოა. ეს სოიოში რო იყო ჩადებული. მაგის გამო უფრო სოიჩიტელეში. არა, სოიოში იყო. და მაგის გამო ცოტა უფრო სხვანაირი გემოზე მეყავს. აი, კიდე შეიძლება მინდა გასუნჯა. ხობა რომ სუნელი თუ არა მინიმუმ соусში ჩაწოვა ჭირდება სრულყოფილ გემოზე მისასვლელად. ანუ აი соусით ჩვენი ქათამი შეიძლება соусით KFC-ს ჯობდეს. მაგრამ соусის გარეშე KFC ჯობია, იმიტომ რომ მეტი სუნელი აქვს და გემოს მეტი ვარიაცია. და მაგრამ აი შეგორბილია თითქოს. კი. ანუ სახლის ქათამი. ანუ გაკეთებული. კი, მაგრამ მე ზუსტად ეგ სიხრე შრე მომწონს KFC-ში. crispy, ხრუში. ასეთი კითხვა. იგივე რაოდენობა ქათამი KFC. ფასის ხრი როგორ ედრება იგივე რაოდენობა ამ ჩვენ ქათამს ყველა ინგრედიენტის გათვალისწინებით. ხო. ესე იგი, ეს ქათამი KFC-ის ქათამი დაჯნა მომწონიან ყველაფერად და 17 ლარი თუ რაღაც 19 ლარი. მაგრამ ცოტა. ამდენი ნაჭრია რა. და კიდე არ ჩუმჭობთ. და ეს ქათამი პროდუქტი ბევრი რაოდენობა 9 კილოა. სპაის და დაგვიჯდა 9 ლარი. მაგრამ კიდე დავუმატეთ ჩვენ კვერცხი. ხო, ანუ ხვილი და სუხარი. კვერცხი, ხვილი და სუხარი საბოლოოში ანუ ერთჯერ ადადრო იყიდო. მერე ხო შეგიძლია ბევრჯერ გამოყენებაზე იხმარო. კი, მაგრამ თვითონ ამის გაკეთებაში რა რაოდენობაც დაიხარჯა, ეგ რომ დავთვალოთ. სალონაში ფიქრობ, რომ 18-ზე ნაკლებია. ხელობის ფასიც რომ დავამატოთ, ანუ რა წვალებაც მოგვიწია ამის გასაკეთებლად? სხვა შორის ამაზე დაახლოებით 9 საათი ვაკეთებ. პლუს 9 საათიანი ხელობის ფასი. 9 საათი შეიძლება 40 წუთი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ უფრო ბიუჯეტური არის. მაგრამ უფრო სწრაფი არა. ხო, სისწრაფე იგივეა. ანუ მოტანას იგივე დრო ჭირდება. ბიუჯეტურობის ხრივ ალბათ დაახლოებით 50%-ით უფრო იაფია იგივე რაოდენობა ქათმის სახში გაკეთება. მე ვიტყოდი რომ შენ გაკეთებული ქათამი უფრო მე ვიტყოდი რომ რადგან შენი გაკეთებულია მეც უფრო მომეწონა. მაგრამ ზოგადად რო სხვის გაკეთებული იყოს უფრო არ მომეწონებოდა. ოკეი. მადლობა.